როგორ გავაკეთეთ $20,000 live trading-ის დროს? ამას განახებთ ახლა სულ რაღაც 9 საათში. აი ამ მარტივი მიდგომით ტრეიდობ თითქმის ყოველ დღე, როცა ტრეიდს ხსნით და ახლა განახებთ ამ ყოველფერს. მანამდე განახებთ ასევე ბიჭების ტრეიდებსაც, ვინც ჩვენთან ერთად გახსნეს ტრეიდი, ვინც live trading-ზე ყავს, აგერ არის ყველას პროფიტები, შეგიძლიათ სერვერზე შემოხვიდეთ და მათი პროფიტები ნახოთ. ასეთ სისტემატიურ შედეგს ვერავინ ვერ დებს, მაგაში დამერწმუნეთ და ასევე ერთი სათხოვარი მექნება ყველას, ვისაც გინდათ რომ ეს ვიდეოები გაგრძელდეს. ასევე ვისაც გინდათ რომ მენტორშიპის ვიდეო გადავიღო, იმიტომ რომ ამის შემდეგი ვიდეო იქნება მენტორშიპის ვიდეო, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად. დღეს არ ამგონია, იმიტომ რომ ეს ვიდეო დაიდება. ერთი თხოვნა მაქვს, რომ გადახვიდეთ და Instagram-ზე გამოგვიწეროთ. W3 Wealthy-i, ანუ შეიძლება სახელი ახლა შევუსრულო Wealthy-i trading დავაწერო, რომ უფრო მარტივად მისაგნები იყოს, მაგრამ ამის ლინკიც აღწერაში იქნება და დაგვაფოლოვოთ, იმიტომ რომ აქაც ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვდებთ, reels-ებს და ასევე უფრო გახსნილად ვართ ხოლმე აქ, იმიტომ რომ ვდებთ story-ებს და მსგავს რაღაცეებს. მოკლედ ძალიან კარგი ადგილი იქნება თქვენთვისაც რა. ხო, ამიტომაც. მოდი ახლა დავიწყოთ ტრეიდის ახსნა და განხილვა. ეხლა ტრეიდი რატო გავხსენით? მოკლედ მარკეტზე ვართ ბულიში ორდერფლოუა ვართ გვაქვს მარკეტზე all time high სცენარიო გვაქვს. დღეს მე მგონი all time high აღებული არც ქონდა და all time high იყო თავარი ტარგეტი ჩვენი. ტრეიდი გავხსენით Nasdaq-ზე, ორი ტრეიდი გაიხსნა, ერთი წავაგეთ, ერთი მოვიგეთ, მაგრამ ის წაგება არაფერი არ იყო და მოდი მოგება განვიხილოთ რა. წაგებაც იგივე იყო. წაგებაში ლონგს ვეძებდით, უბრალოდ არასწორი დრო ავარჩიეთ რა. ეხლა 10 საათზე ქონდა ნიუსი, 10 საათამდე არ ტრეიდობდით. მარკეტზე კიდევ ვიმეორებ, რომ bullish order flow არის. ფასი ჩამოვიდა აი ამ 90 წუთიან გეპში, თუ არა არ არის. მიმიშლება. მიმოვადიეთ. მეშლება. მოკლედ ეხლა გადავხედავ ამ მარკეტს, SMT იყო low-ებზე, როგორც მახსოვს, ხო? SMT გვაქვს low-ებზე. მოკლედ NQ-ზე გვაქვს ამ low-ებზე SMT და ამის ქვემოთ აღარც ვცდილობ, რომ ფასი ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მარკეტზე ვართ deep discount-ში. რას ნიშნავს, რომ deep discount-ში ვართ. ეს უკვე განხილული მქონდა ადრე. მაგრამ ეხლა განახებთ ერთს, რომ რატო ვართ discount-ში, პირველ რიგში ვართ აი აქ midnight open-ის ქვემოთ, midnight pass open-ის ქვემოთ და ასევე, როდესაც ვართ 80-ზე open-ის ქვემოთაც მარკეტზე, ეს რა არის? როდესაც ასევე მარკეტზე ვართ 80-ის open-ის ქვემოთ, ხო? მოვნიშნოთ ესეც. ეს ნიშნავს, რომ თუ მარკეტზე bullish ხარ, ესე იგი მარკეტი deep discount-ია, low-ებზე გავიკეთეთ SMT და აქედან უკვე ველოდებით მარკეტზე რომ bullish delivery კონდეს. გადავდივართ უკვე ერთწუთიანზე, all time high გვაქვს ტარგეტი და ეხლა ერთწუთიანზე რა სცენარიო გვაქვს, ხო? ერთწუთიანზე, აქ მარკეტის წევრები ჯერ არ ვართ, იმიტომ რომ ველოდებით 10 საათზე ნიუსი გამოვიდეს. გამოვიდა 10 საათიანი ნიუსი, დიდი ვიქი გაიკეთა ქვემოთ, ავიდა ზემოთ displacement-ი არ ქონია, დაფეილდა რომ SI აიღო. ჩამოდის displacement-ით ქვემოთ, აქ ძალიან ბევრი bearish ვინც იყო მარკეტზე და არასწორი მიმართულება ჰქონდა და ძალიან ბევრი დაიტრება, ესე ვთქვათ და გაშორტა და წააგეს. შემდეგ უკვე ამ low-ებზე გავიკეთეთ SMT. News-ის low-ზე ჰქონდა SMT, NQ-სა და ES შორის smart money timing-ი. მერე ეს როლიკები როგორც კი დავაინვერსეთ, ხო? ეს როლიკები როგორც კი დავაინვერსეთ, ესეთ სცენარიო ჰქონდა. ველოდებოდით ამის ინვერს, რომ PDR-ი გაეკეთებინა მარკეტს. გადავედით, დაინვერსდა, ჩვენ ამ დროს long-ში შევედით. უფრო long-ში შევედით, გქონდათ რომ ჩამოვიდა, მაგრამ მოდი შევიდეთ long-ში. Stop loss-ი გვეყენა. აი აქ. და take profit-ი იყო, partially იყო all time high-ზე სადღაც აქ. და საბოლოო ტარგეტი იყო მე მგონი 1-2-თან, მაინც deviation-ი გამოიყენა მე მგონი. 2 წამი. საბოლოო ტარგეტი იყო აი ეს 24 და 93. ხო, long-ი და 24 და 93-ზე ავედით. ეს იყო ჩვენი საბოლოო ტარგეტი. და აქ გამოვედით ესე. ეს იყო ჩვენი ტრეიდი. ხო, აქ გასათვალისწინებელი კიდე რა არის, რაც უნდა გაითვალისწინოთ რა. პირველ რიგში არის ხოლმე, რომ
მარტო ერთ წუთიანს არ ეყუროთ რა. ამ ვიდეოდანაც უნდა იცოდეთ და უკვე mentorship-ის ვიდეოებსაც როდეთ უკვე წარმოდგენა უნდა გქონდეთ, რომ იქ რო ლაპარაკობ, რომ double time frames არ ენდოთ, ჯერ პრილექსში გააკეთეთ მაღალ time frame-ზე ანალიზი, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად რა. კიდე მომავალში დავდებ ვიდეოებს იქ mentorship-ში liquidity-ზე, imbalance-ი დავდებ უკვე ferrolgap-ზე. ეს არის ferrolgap-ი, რაც გამოვიყენეთ, ოღონდ დაინვერსებული, როდესაც ანთლისტანი დაიხურა მის ზემოთ, გახდა ეს inversion-ი და საპირისპირო ფუნქციით გამოვიყენეთ ეს ferrolgap-ი უკვე. და ესე გავაკეთეთ $20,000 სულ რაღაც ნახევარ საათში, არც კი ნახევარ საათში live trading-ის დროს. ძალიან მადლობელი ვიქნები თუ არხს გამოიწერთ და ასევე დაალაიქებთ. მადლობელი კი არა, ძალიან დაგვეხმარება ეს, იმიტომ რომ პროგრესი გვაქვს, მაგრამ კიდე რა თქმა უნდა მეტი და მეტი მინდა და უფრო მაღალ მწვერვალები უნდა დავიპყროთ. ბევრად უფრო მეტ და უკეთეს ვიდეოს დავდებ იმათვის, ასევე ვისაც ეს ყველაფერი არ გესმენთ, აქ ვილაპარაკე იმათვისაც, რომ ამ დონემდე მიგიყვანოთ, რომ ეს ყველაფერი გააგებინოთ და თქვენით შეძლოთ ამ საქმეში განვითარება, რადგან საქართველოში ინფორმაცია მწირია. და მოკლედ, როგორც ყოველთვის, მადლობა ხალხო ყურადღებისთვის და დროებით. წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.